მოგესალმებით კოლეგებო, მოწვეულო სტუმრებო, აპარატის თანამშრომლებო. გაცნობებთ, რომ დაანონსებული ჩვენ გქონდა ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად გაერთიანებული სხდომა და შემდეგ ვაგრძელებდით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტების გამოდანა არის საჭირო, ამავდროულად მოხსენებლების მთავრობის წარმომადგენლებიც არიან უკვე ადგილზემოსულები, გთავაზობთ, რომ დღის წესრიგის შევცვალოთ და ჯერ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ჩავატაროთ, შემდეგ ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ერთად გაერთიანებული სხდომა გავაგრძელოთ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე არის სულ 5 საკითხი. აქედან რამდენიმე კანონპროექტი გვაქვს, მათ შორის ანგარიშის მოსმენაც არის. გთხოვთ, რომ დარიგებულ დღის წესრიგისკენ შევუყაროთ, მინდა მომხრე, მადლობა. და გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვაზე. საქართველოს პირველი საკითხით განვიხილოთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტებთან ერთად. ბატონ ალექსანდრე, გთხოვთ. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს ახალ კანონის პროექტს, ასევე თანამდებობ საკანონმდებლო ცვლილებებს, სულ ჯამში 18 კანონში შედის ცვლილება. ეს უკვე მესამე მოსმენით განიხილება. მოგეხსენებათ, რომ კანონპროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების დახვეწა და გაძლიერება, ერთის მხრივ თავშესაფრის პროცედურის უკანონოდ და არამარტო ზომიერად სარგებლობის პრევენცია და იმ ხარვეზების გამოსწორება, რაც პრაქტიკაში გამოვლინდა, იმისათვის, რომ აღნიშნული სისტემა გამოყენებული იქნებს მხოლოდ იმ პირების მხრიდან, ვისაც ნამდვილად ეკუთვნის თავშესაფარი და იმ ადამიანებს, ვისაც ეს მექანიზმი სჭირდება იმისათვის, რომ უბრალოდ ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების, ესე ვთქვათ, ვადები გაიხანგრძლივონ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება. გარდა ამისა, კანონი ითვალისწინებს კანონმდებლობის მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს, როგორც სისხლის სამართლის კოდექსში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. პაკეტის მუშაობის დროს გათვალისწინებული იქნა როგორც იურიდიული კომიტეტის, ასევე დეპარტამენტის შენიშვნები, ასევე კომიტეტზე გამოთქმული სხვადასხვა შენიშვნები. საბოლოო ჯამში ტექსტი კიდევ გადის გარკვეულ დამუშავებას იურიდიულ კომიტეტთან ერთად. ერთის მხრივ, რაც უნდა აღინიშნოს, რომ პლენარული სხდომისთვის დახვეწილი და დასრულებული ვერსია იქნება წარმოდგენილი და პარლამენტის წევრებს ჩვენ წარუდგენთ ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას და რაც უნდა ასევე გვინდა აღნიშნოთ, რომ ამ მოქმედების ნაწილში ძირითადად კანონი ძალაში შევა 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, თუმცა გარკვეული დებულებები შევა გამოქვეყნებისთანავე, რაც საშუალებას მოგცემს, რომ ერთის მხრივ მოახდინოთ არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, კანონქვემდებარე აქტების სინქრონიზაცია კანონის მოთხოვნებთან და საბოლოო ჯამში უკვე 1 ოქტომბრიდან შევძლებთ, რომ ეფექტურად ავამოქმედოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, გავაძლიეროთ მიგრაციის დეპარტამენტის რესურსები და ქვეყანამ უფრო ეფექტურად მოახდინოს არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლა. ასე რომ კიდევ ერთხელ გთხოვთ ხარდაჭერას და უკვე მესამე პლენარული მოსმენისთვის ჩვენ წარმოვადგენთ დასრულებულ და გასწორებულ ვერსიებს, რომელიც შეჯერებული იქნება როგორც კომიტეტის აპარატთან, ასევე იურიდიულ დეპარტამენტთან. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ ალექსანდრე. კოლეგებო, რედაქციულ საკითხებთან დაკავშირებით შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ არის? ასეთი არ არის. დიახ, ბატონ ალექსანდრე, ჩვენ გავაგზავნებთ კვლავ მუშაობას, რომ რედაქციული ხასიათის ცვლილებები იყოს ასახული ტექსტში და მესამე მოსმენის წესით პლენარულ სხდომას წარედგინოთ, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი იურიდიული კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს და იურიდიულ დეპარტამენტის შესაბამის თანამშრომლებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან გამართულ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე. რადგან სხვა შენიშვნები, მოსაზრებები არ არის, მადლობა ბატონ ალექსანდრე. საკითხი განხილულია, გთხოვთ დაბრძანდეთ. შემდეგი საკითხი დღის წესრიგით გათვალისწინებული გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების რადიონ თამიშვილის, ანდრიო ხანაშვილის, მიხეილ სარჯულაძის, ზაზა ლუმინაძის, გიორგი ჭაკურდაძის და სხვათა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ თავმდაბლო ცვლილებებთან ერთად. მოხსენებელ ბატონ რადი, გთხოვთ ბატონ რადი. მოგესალმებით ბატონო არჩილ, მივესალმები კოლეგებს, მესამე მოსმენის წესით წარმოგიდგენთ ამ მნიშვნელოვან საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც
ჯერ კიდევ წინამოწევის პარლამენტში დავაინიციირეთ კოლეგებთან ერთად. მოგეხსენებათ, ამ კანონის სულისკვეთება მიმართული არის მთლიანად საკანონმდებლო სივრცის ტერმინოლოგიურ მოწესრიგებასთან შეზღუდული საზღვრების მქონე პირთა თვალსაზრისით, სადაც არაერთი დისკრიმინაციული ტერმინი გვხვდება და ფაქტობრივად ეს ინიციატივა არის მნიშვნელოვანი სწორედ იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა საბოლოოდ მოვიდეს ჰარმონიზაციაში, გაეროს შიშემო პირთა უფლებების კონვენციასთან. არის რედაქციული ხასიათის ცვლილებები, რომელიც ასახული არის ტექსტში, თუ დამატებით იქნება კითხვები, მზად ვარ კი პასუხით. მადლობა ბატონო რატი კოლეგებო, ხომ არ არის კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები რედაქციული ხასიათის, აპარატის თანამშრომლებს ხომ არ აქვთ, ასეთი არ არის. მადლობა ბატონო რატი. შემდეგი საკითხი ჩვენ გვაქვს საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, ალექსანდრე ტაბადაძის და სხვა და იურიდიული საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ცვლილების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენით არის, რომელიც მოხსენებელს მე გახლავთ და სამსად ხოთ ბატონო თორნიკე. კოლეგებო, განვაგრძოთ სხდომა, განვიხილავთ საქართველოს პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ბატონი არჩილ გორდულაძე არის მომხსენებელი, მესამე მოსმენის წესით განვიხილავთ ამას და შესაბამისად ბატონ არჩილ გთხოვთ მოგვახსენოთ იმის თაობაზე, განიცადა თუ არა პროექტმა რედაქციული შესწორებები მესამე მოსმენისთვის. მადლობა ბატონო თავმჯდომარე. კოლეგებო, მოგახსენებთ იმ ცვლილებებს, რომელიც შესაბამისად იმ კანონპროექტებს და იმ ცვლილებებს, რომელიც შესული არის წარმოდგენილ ინიციატივაში, სხვაგან რომელ კანონპროექტსაც არ დავასახელებ, მხოლოდ რედაქციული ისეთი ხასიათის არის ცვლილება, რომელიც არ ახდენს არავითარ გავლენას, მხოლოდ საკანონმდებლო ტექნიკის თვალსაზრისით იხვეწება, რიგი დაზუსტება გვაქვს ჩვენ საქართველოს ორგანული კანონის პროკურატურის შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე ორგანული კანონის პროექტში, გარდამავალ დებულებაში, კერძოდ 94 პრიმა მუხლის პირველი პუნქტში ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის სტაჟიორებსაც ექნებათ შესაძლებლობა წერილობითი თანხმობის საფუძველზე 2025 წლის 1 ივლისამდე გაცემული თანხმობის შემთხვევაში გააგრძელონ საქართველოს პროკურატურაში საქმიანობა ეხება სტაჟიორებს, რომლებიც ახლა არიან სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში და გადიან სტაჟირებას, შესაბამისად საქმიანობენ და ამავდროულად იღებენ ძალიან მნიშვნელოვან გამოცდილებასაც და ამავდროულად ვაზუსტებ და ჩანაწერის კეთება გამომდინარე იქიდან, რომ საგამოძიებო სამსახურში საგამოძიებო დეპარტამენტში შესაბამისად არიან პირები, რომლებსაც აქვთ გავლილი საკვალიფიკაციო გამოცდები ან ადვოკატთა ან მოსამართლეობის და მოგეხსენებათ, რომ პროკურატურის შესახებ ორგანული კანონის მიხედვით სავალდებულო არის პროკურატურაში რომ დაიწყოს თანამშრომელმა საქმიანობა ამ გამოცდების და ამ საკვალიფიკაციო გამოცდების დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა და გამომდინარე იქიდან, რომ კანონით პირდაპირ მიეცემათ შესაძლებლობა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს, რომ გადაინიშნონ მათ თანხმობის შემთხვევაში გადაინიშნონ საქართველოს პროკურატურაში, თუ არსებობს ესეთი შემთხვევა, რომ ვადა აქვს, მართალია ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები, მაგრამ ამ გამოცდას ვადა აქვს შესაბამისი გასული, ამ გვადის მიუხედავად მაინც მოხდეს მათი გადანიშვნა, რომ არ იყოს შემდეგში რაიმე პროცედურულ საკითხთან დაკავშირებული გაუგებრობა. რიგი ცვლილებები არის საკანონმდებლო ტექნიკის სახით ასახული, ამავდროულად დაზუსტდა იერარქიის შესახებ საქართველოს კანონი და სადაც სამინისტროები და სამსახური იყო მითითებული, დაწესებულების სისტემა არის განსაზღვრული და ამავდროულად სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტშიც შესული არის ცვლილება ტექნიკური ხასიათის, სხვა არავითარი ცვლილება არ
არ განხორციელებულა. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ შინაარსის უსულად არის გამომდინარე იქიდან, რომ მოსამსახურეებთან და სასოციალურ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებულ პირებთან დაკავშირებით უკვე იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენის დროს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ყველა ვინც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშია, თავის თანხმობის შემთხვევაში გადაინიშნებიან საქართველოს პროკურატურაში რიგ საკითხებთან დაკავშირებით დაზუსტებას საჭიროებდა და ამიტომ ეს ამ მოსმენის ტექსტში ასახული გვაქვს. ისე რომ პრინციპი უცვლელი არის. როგორც პირველი მოსმენით მიღებული, ასევე მეორე მოსმენით მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. კი ბატონო, გმადლობთ დეტალური ინფორმაციისთვის. კოლეგებო, თუ არის შეკითხვები, რეკომენდაციები, შესწორებები, რედაქციული ხასიათის ბუნებრივია პროექტთან დაკავშირებით. ასეთი დარბაზში არ არის, მასშტაბდამე კანონპროექტი მესამე მოსმენით განხილული გახლავთ. თქვენ მიერვე არის ბატონო არჩილ მომდევნო საკანონმდებლო ინიციატივა. გამოსატანი ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატიო ნათამიშვილის, ალდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ და ასევე ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები ამ საკანონმდებლო ინიციატივას ჩვენ განვიხილავთ პირველი მოსმენით, შესაბამისად გთხოვთ რომ პრინციპების დონეზე წარმოგვიდგინოთ შესაბამისი ინიციატივის თაობაზე. მადლობა ბატონო სტამბოლისთავმჯდომარე კოლეგებო, ჩვენთვის ეს არ ახალია, იმიტომ რომ იურიდიული საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ არის ინიცირებული წარმოდგენილი ცვლილებები, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებულობისთვის მოგახსენებთ ძირითად პრინციპებს, თუ რას ემყარება ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივა. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ იზრუნოს მოქალაქეზე, მოქალაქეების უფლებებში აღდგენაზე და არსებობდეს სწრაფი ეფექტური მექანიზმი. სწორედ ამისთვის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს სამოქალაქო წესით შესაძლებელია, რომ დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო წესით მოითხოვოს დაზარალებულმა პირმა, რომელიც არის იდეაში დროსთან დაკავშირებული და სხვა პრაქტიკულ გამოწვევებთან დაკავშირებული საკითხი. სწორედ ამ სწრაფი და ეფექტიანი მექანიზმის შესამუშავებლად შემუშავდა დასანერგად შემუშავდა საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი, რომლის მთავარი მიზანი არის, რომ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი ანაზღაურდეს და დაზარალებულებმა თავი აღიდგინონ უფლებებში. ამავდროულად რიგი პრევენციული ღონისძიებები არის წარმოდგენილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან თავის ასარიდებლად ამ საკითხის პრევენციისთვის ამავდროულად შემოთავაზებულია აღსრულების ეფექტური მექანიზმები. კერძოდ, დანაშაულები, რომლებსაც ეხება წარმოდგენილი ცვლილება, ეს არის ქურდობა ჩადენილი დიდი ოდენობით, ძარცვა ჩადენილი დიდი ოდენობით, ყაჩაღობა, ასევე დიდი ოდენობით, აღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანკვა, ნივთის დაზიანება ან განადგურება და სხვა, რომ ამ დანაშაულების შედეგად მიყენებული ზიანი და დაზარალებულები, რომლებსაც ყავს შესაბამისად ამ მუხლებს შეძლებენ, რომ ეფექტურად აღიდგინონ უფლებები, რაც გულისხმობს, რომ დამნაშავის ქონებას დაედება ყადაღა, რომელიც მოემსახურება შემდეგ განაჩენით, როდესაც ადამიანი იქნება დამნაშავე ცნობილი, გამარტივებული მექანიზმით, აღსრულებაში გამარტივებული მექანიზმით ეს ქონებები მიექცევა დაზარალებულისთვის ზიანის მისაყენებლად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით ამავდროულად დამნაშავის ახლო ნათესავებს თუ აღმოაჩნდებათ უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, ეს ქონებებიც დაზარალებულის თვის ზიანის ანაზღაურებისთვის იქნება მიქცეული. მოგეხსენებათ, რომ 194 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაული, რომელიც გულისხმობს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების გათეთრებას, ფულის გათეთრებას, რასაც უწოდებთ. ამ შემთხვევაში არსებული ქონებების ჩამორთმევა ხდება დამნაშავისათვის, მაგრამ და ასახვა სახელმწიფოს ანგარიშზე. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ამბობს უარს ასეთი ქონების მიღებაზე და ზრუნავს დაზარალებულზე და თუ 194 მუხლით მსჯავრდებულ ადამიანს ახლო ნათესავს აღაქვს ჩადენილი სხვა დანაშაული, რომელიც უკვე მოგახსენეთ, ეს ქონებებიც არა სახელმწიფოს სასარგებლოდ მიექცევა, არამედ შესაბამისი მუხლებით დაზარალებული ადამიანის ზიანის ასანაზღაურებლად. აქვე გათვალისწინებულია
შემდეგი ახალი ცვლილება, რომელიც მიემართება დამნაშავეს, რომელიც თავისუფლების აკვეთის სახით მის ჯილს ასჯილს მოიხდის და პენიტენციურ დაწესებულებას დატოვებს, მას აკრძალული ექნება მოსამართლის გადაწყვეტილებით, რა თქმა უნდა, საზღვრის გადაკვეთა, რისი მთავარი მიზანიც არის დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან თავის არიდების პრევენცია, მასვე ექნება ელექტრონული მონიტორინგის სისტემით ექნება ეს ადამიანი აღჭურვილი და ესეც მიზნად ისახავს, რომ საზღვარი არ გადაკვეთოს ადამიანმა და არ გაექცეს თავის ვალდებულებას, არავის არ აინტერესებს ადამიანის გადაადგილება, რა თქმა უნდა, დამნაშავის გადაადგილება. თავარი მიზანი არის, რომ პრევენცია მოხდეს დამნაშავემ, რომელმაც მოიხადა სასჯელი, მაგრამ ზიანი არ აქვს ანაზღაურებული, ჯერ სანამ ზიანს არ ანაზღაურებს, არ გადაკვეთოს საზღვარი და საზღვრის გადაკვეთის გასაკონტროლებლად ეფექტური მექანიზმი რომ არსებობდეს, ამისთვის საჭირო არის ელექტრონული მონიტორინგის სისტემის არსებობა და რაც შეეხება ვადებს, ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა იქნება გამოყენებული 6 წლის ვადით, მძიმე კატეგორიის დანაშაულების შემთხვევაში 12 წლით, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში 16 წლით, რა თქმა უნდა, თუ ამ ვადაში დამნაშავე მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს, მას მოიხსნება აღნიშნული შეზღუდვა. ამავდროულად გათვალისწინებული არის სულებები დაკავშირებულ პირებთან, ანუ თუ პირმა მაგალითად ჩაიდინა თაღლითობა და თაღლითობის გზით მოპოვებული ქონების თქვათ რეალიზაცია მოახდინა და შემდეგ აქედან მიღებული თანხით სხვა პირთან ასახა დამალა ეს კონკრეტული თანხა ან ქონება, ეს პირი ჩაითვლება როგორც დაკავშირებული პირი და ეს ქონებაც ექნება მიქცეული დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად და ამავდროულად თუ დაკავშირებულ პირსაც აღმოაჩნდება სხვა უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, რომელიც ცალკე დანაშაული არის მოგეხსენებათ, ეს ყველაფერიც მიექცევა დაკავშირებული პირის და დაზარალებულის ზიანის ასანაზღაურებლად. ანუ ეს ეფექტური მექანიზმები საბოლოო ჯამში მოახდენს ერთი მხრივ პრევენციას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ წარსულში თუ შორეულ წარსულში არაერთი შემთხვევა ჰქონდა, როდესაც ადამიანებმა ჩაიდინეს სხვადასხვა დანაშაული იმ იმედით, რომ ჩასწრებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე წლით პენიტენციურ დაწესებულებაში, მოიხდიდნენ სასჯელს, შემდეგ გამოვიდოდნენ და ეს დანაშაულებრივი გზით მიყენებული მოპოვებული ქონება შერჩებოდათ პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ და სხვის უბედურებაზე შეეცდებოდნენ, რომ აეწყოთ თავისი ბედნიერება, რაც კატეგორიულად მიუღებელია და სწორედ აქ აქვს პოლიტიკური ვალდებულება სახელმწიფოს, რომ ასეთი ქმედებების პრევენცია მოახდინოს და ამავდროულად თუ მაინც ადამიანი გადაწყვეტს, რომ დანაშაულებრივი გზით მიიღოს ქონება, ამ შემთხვევაში დაზარალებულისთვის არსებობდეს ეფექტიანი და სწრაფი მექანიზმების არსებობა. და შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად არაერთხელ თქვით, რომ თაღლითური გზით მიყენებული დანაშაულები ბევრი ქონდა ფინანსურ სექტორში, მაგალითად იყო ასეთივე არაერთი მჟავრი და ათასობით ოჯახს აქვს ეხლაც კი პრობლემა, მაგალითად დაუმთავრებელი მშენებლობებიდან გამომდინარე, რომელთა დაზარალებულებსაც ისევ და ისევ სახელმწიფო, თბილისის მერია საკრებულოსთან ერთად მერის პირადი გადაწყვეტილებით და ჩართულობით აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ მექანიზმები იყოს შემუშავებული, რომ დაზარალებულებმა თავიანთი ზიანი აინაზღაურონ, იქნება ეს ქონების გადაცემით თუ იქნება მატერიალური, არამატერიალური ფინანსური სახით. რომ არ მოხდეს მომავალშიც ასეთი შემთხვევები, ერთი მხრივ საკანონმდებლო ცვლილებები დააზღვევს ამ ყველაფერს, პრევენციას მოახდენს, ხოლო თუ მაინც გადაწყვეტენ ადამიანები, რომ ასეთი დანაშაულები ჩაიდინონ, იარსებებს ყველანაირი ისეთი მექანიზმი, რომ როგორც მათ ახლონათესავებთან ან მათთან დაკავშირებულ პირებთან თუ აღმოჩნდება დაუსაბუთებელი ქონება პირდაპირ, ეს ქონებები ჩამოერთმევა და მიექცევა დაზარალებულისთვის ზიანის ასანაზღაურებლად. სხვა ამ ყველაფერთან მათ შორის ტექნიკური ხასიათის ცვლილებები არის, პროცედურული ხასიათის ცვლილებებია სხვადასხვა
კანონპროექტით გათვალისწინებული, ამავდროულად კოლეგებო საზოგადოებისთვისაც რომ იყოს ცნობილი, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ამ საკითხებზე მუშაობა, სადაც ჩართული არის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატი, ადამიანის უფლებათა დაცვის აპარატი, აქტიურად მუშაობთ იმისათვის, რომ თუ რაიმე დახვეწის სივრცე კიდევ არსებობს, ახალი მექანიზმების შემუშავებით იქნება თუ საკანონმდებლო ტექნიკის დახვეწის თვალსაზრისით შემუშავდეს კანონპროექტი დაიხვეწოს და ამავდროულად წარმოგიდგენთ კონსულს სრულებებს პლენარულ მოსმენაზე პირველი მოსმენით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდით თითოეულ მათგანს და მათ შორის სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რომელთა კომუნიკაციაც გვაქვს, რომლებთანაც აქტიური კომუნიკაცია გვაქვს და ვზრუნავთ იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში მიღებული ცვლილებები იყოს სწრაფი, ეფექტიანი, ამავდროულად პრევენციული და გამართული მექანიზმი იყოს შემუშავებული. მადლობა, კითხვების შემთხვევაში მზად ვარ უპასუხო. გმადლობთ, ბატონო ვარჩილ. თუ არის პირველ ყოვლისა კითხვები, შენიშვნები, დაზუსტებები, დარბაზიდან ასეთი არ არის, გამოსვლის სურვილებიც არ ჩანან. ბატონო ვარჩილ, თქვენ წარმოადგენთ ერთიანად ხო მთელი ეს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიმე სხვა თანმდებობ პროექტზე ხომ არ გსურთ დამატებითი კომენტარის გაკეთება თქვენი მხრივ? არა, მადლობა. კი ბატონო, მაშინ ვინაიდან კითხვები, შენიშვნები არ არის, შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ განხილულად აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა და შეგვიძლია რომ ბატონო ვარჩილ გავამზადოთ ხოლმე, თხოვთ მოგზანდეთ კვლავ პრეზიდიუმში. კოლეგებო, დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხი გვაქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. გთხოვთ ბატონო. მოგესალმებით ბატონო ვარჩილ, მოგესალმები პატივცემულ პარლამენტის წევრებს. მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში. ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაუხადო იურიდიული დახმარების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებით ადვოკატებს და კონსულტანტებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს თავიანთი უფლებების დაცვის მიზნით. დავიწყებ სტატისტიკური მონაცემებით 2024 წელს სამსახურის მიერ წარმოებაში მიღებული იქნა სულ 21512 საქმე, გაწეული იქნა დაახლოებით 30000 კონსულტაცია და შედგენილი იქნა დამატებით 5629 სამართლებრივი დოკუმენტი კონსულტაციის ფარგლებში. გასათვალისწინებელია ეს ფაქტობრივი გარემოება, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში უკვე ყოველწლიურად იურიდიული დახმარების სამსახურის მომართვიანობა იზრდება დაახლოებით 1500 საქმით. წარმოდგენილი 21512 საქმიდან სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამ შეადგინა 14369, სამოქალაქო საქმეების რაოდენობამ შეადგინა 4892, ხოლო ადმინისტრაციული სამართლის საქმეების რაოდენობამ შეადგინა 2551. ხედულებაშია მისაღები, რომ წარმოებაში მიღებული საქმეების დროს ინიციატორების შემთხვევაში პირველ ადგილზე იმყოფება გამოძიება და პროკურატურა, მეორე ადგილზე არის სასამართლო და დანარჩენი საქმეები განაწილდა თავად ფიზიკური პირების მომართვიანობის შედეგად. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის მეშვეობით განხორციელდა 3689 არასრულწლოვნის უფლებათა დაცვა ამ კონკრეტული საქმეების ფარგლებში, ასევე გადახდის უნარო პირი მათგან იყო დაახლოებით 900 და იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც არ იცოდნენ სისხლის სამართლის საპროცესო ენა, იყო 2863. განხორციელებული კონსულტაციებიდან, რომლის რაოდენობამ შეადგინა 31104, პირადი კონსულტაციების რაოდენობა იყო 19585, ხოლო დანარჩენი კონსულტაციების რაოდენობა გადანაწილდა სატელეფონო და სხვა ციფრულ კონსულტაციების სახეობებზე. ძირითადი მომართვიანობა კონსულტაციების კუთხით იყო სამოქალაქო და ადმინისტრაციული მიმართულება.
ამავე დროს აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სიურდული დახმარების სამსახურმა საქმის წარმოების ფარგლებში დაიცვა 1925 პენსიონერის უფლება, ყავდა 519 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, როგორც ბენეფიციარი, 526 დევნილი, 326 ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი და 160 უცხო ქვეყნის მოქალაქე. აღსანიშნავია, რომ ხარისხის უზრუნველყოფის ფარგლებში სამსახურმა 2024 წელს შეისწავლა ადვოკატა 2074 სისხლის სამართლის საქმე, 658 სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. ცალკე შესწავლილი იქნა არასრულწლოვანთა 1553 მიმდინარე სისხლის სამართლის და არასრულწლოვანთა 1551 მიმდინარე სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმე. 2024 წელი ასევე გამოირჩეოდა განგრძობითი განათლების მიმართულებით და იურიდიული დახმარების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული იქნა 37 ტრენინგი და ტრენინგი მოდულების შერჩევისას ყურადღება გამახვილდა ადვოკატთა გამოგითხვის შედეგად ყველაზე აქტუალურ საკითხებზე, რა თქმა უნდა. 2024 წელს იურიდიული დახმარების სამსახურის დოკუმენტბრუნვა წარმოადგენილია 22027 დოკუმენტით, მათ შორის შიდა დოკუმენტების რაოდენობა არის 10000, ხოლო შემოსული და გასული დოკუმენტების რაოდენობა წარმოადგენს დაახლოებით 9000 ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს. საქართველოს პარლამენტიდან 2024 წელს შემოვიდა 200 წერილი, საიდანაც 196 მათგანზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. სახალხო დამცველის აპარატიდან შემოვიდა 37 წერილი, ხოლო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოვიდა 33 წერილი. რაც შეეხება სამსახურის ფინანსურ ანგარიშს, იურიდიული დახმარების სამსახურის სახელმწიფო ბიუჯეტი 2024 წელს შეადგენდა 12,500,000 ლარს და ბიუჯეტი შესრულდა 99%-ით. 2024 წელს სახელმწიფო შესყიდვების გეგმა შეადგენდა 1,467,280 ლარს, საიდანაც სულ გაფორმებული იქნა 105 ხელშეკრულება ჯამში 1,290,209 ლარის ოდენობით. გამარტივებული შესყიდვის საშუალებით გაფორმებული იქნა 73 ხელშეკრულება თანხით 452,212 ლარი. ელექტრონული ტენდერის საშუალებით გაფორმებული იქნა 10 ხელშეკრულება თანხით 366,622 ლარი. 2024 წელს ასევე განხორციელდა რეესტრის ადვოკატების მიერ ნაწარმოები 1110 საქმის შეფასება მათ მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე და საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში რეგისტრირებული ადვოკატების ნაწარმოების საქმეებში სამსახურმა გადაიხადა ჯამში 112,870 ლარი. 2024 წელს სამსახურმა 99,8% შეასრულა სამთავრობო გეგმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება და განახორციელა მიმდინარე და დასრულებული უკვე 17 პროექტი, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც წარმოადგენს მოძრავ ავტომობილს, სადაც უზრუნველყოფილია ყველანაირი გარემო იმისათვის, რომ მოქალაქემ შეძლოს სამართლებრივი კონსულტაციის მიღება. აღნიშნული მობილური საკონსულტაციო ცენტრის ფარგლებში სამსახურმა 2024 წელს ჩაატარა 62 შეხვედრა საქართველოს იმ რეგიონებში, სადაც ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს წარმომადგენლობა და ოფისები. უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდელთა ქსელში, ეგრეთ წოდებულ პორტალში 2024 წელს სამსახურმა ჩაატარა 121 საინფორმაციო გასვლითი შეხვედრა, რომელსაც საერთო ჯამში დაესწრო 6000-მდე ადამიანი. სულ ეს იყო მოკლედ საქმიანობის შესახებ 2024 წლის ანგარიში. რაიმე სახის კითხვების შემთხვევაში მზად ვარ გიპასუხოთ. მადლობა. მადლობა თანდათ. კოლეგებო, თუ გაქვთ კითხვები? დიახ, თანდათ. ბატონ დავით, დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა წარმოდგენილი ანგარიშისთვის. ჩვენ ვიცით თუ რაოდენ მასშტაბურია ის სამუშაო, რომელსაც იურიდიული დახმარების სამსახური ახორციელებს. თქვენ ისაუბრეთ სტატისტიკის შესახებ, რომელიც არის მზარდი ხომ წლიდან წლამდე და დღეს უკვე ათეულობით 1000 საქმეა, რომელიც თქვენამდე მოდის კონსულტაციას წევთ და სხვა. ამ ფონზე საინტერესო იქნებოდა საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ხომარ მოქმედებს ეს ასე ვთქვათ დინამიკა გადაწყვეტილობაზე და თავად სამსახურის ეფექტიანობას როგორ შეაფასებთ ამ კუთხით, ან როგორ ცდილობთ რომ ამ გამოწვევას უპასუხოთ? ეს არის დაუშვათ
ადვოკატთა რაოდენობის ზრდის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები თუ რა ასე ვთქვათ მექანიზმები შეიძლება დაუპირისპიროთ ამ პოზიტიურ დინამიკას ერთი მხრივ. მადლობა ბატონო თორნიკე შეკითხვისთვის, საინტერესო შეკითხვა. მოგახსენებთ რომ იურიდიული დახმარების სამსახური არა მარტო საქართველოში, ზოგადად მთელ მსოფლიოში წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად არის ხოლმე დატვირთული და მე პირადადაც არ მინახავს შემთხვევა, როდესაც არ ყოფილიყოს გადატვირთული რაღაც კუთხით იურიდიული დახმარების სამსახური მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. რაც შეეხება საქართველოში, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც 2025 წლიდან უფრო მეტად ამოქმედდა იმისათვის, რომ განიტვირთოს საქმეების რაოდენობა ადვოკატებს შორის და მაქსიმალურად იქნეს დაჭერილი ის ხარისხი, რა ხარისხითაც სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეების უფლებები, ეს გულისხმობს მოწვეულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრის ფორმირებას, რაც გულისხმობს სამსახურის მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე კერძო ადვოკატებისთვის რაღაც კონკრეტული რაოდენობის საქმე და გადაცემას შესაბამისი ანაზღაურების საფუძველზე და 2025 წელს ჩვენ უკვე დავიწყეთ რეესტრის ფორმირება, ახალი ადვოკატების დარეგისტრირება ამ კონკრეტულ რეესტრში, რაც განაპირობებს და გამოიწვევს იმ ყველაფერს, რომ შემოდინებულ საქმეთა ნაკადი უფრო მეტად გაიშლება პარტომასებზე, აღარ ჩაიკეტება მხოლოდ სამსახურში, შტატიან ადვოკატებზე და გავრცელდება კერძო მიმართულებით, კერძო ადვოკატებზეც, რაც კიდევ ერთხელ აღსანიშნავია იმ კუთხით, რომ ეს გამოიწვევს როგორც ხარისხის გაზრდას, ასევე რაღაც კონკრეტული დამატებითი შემოსავლის გაჩენას კერძო ადვოკატებისთვისაც. ბატონო დავით, ამ ნარდობის ხელშეკრულებით, როცა კერძო ადვოკატებს აძლევთ საქმეებს, რა მექანიზმები გაქვთ იმისთვის, რომ გადაზღვეული იყოს კლიენტი პირველი ხარისხიანი მომსახურებით და ამავდროულად არ იყოს ფაქტები იმის შესახებ, რომ ვინმემ ზედმეტი ჰონორარი არ მოთხოვოს უფასო ანაზღაურების პროცესში. მადლობა შეკითხვისთვის. სამსახურში არსებობს ხარისხის შეფასების წესი და კრიტერიუმები, რაც გულისხმობს პირველ რიგში იმას, რომ თითოეული საქმე, რომელიც შემოდის იურიდიული დახმარების სამსახურში და რომელიც გადაეცემა, არ აქვს მნიშვნელობა შტატის პოზიციაზე დასაქმებულ ადვოკატს თუ რეესტრის ადვოკატს, ორივე მათგანი ვალდებული არიან სრული ანგარიში წარმოუდგინონ სამსახურს საქმის დასრულების შედეგად. გარდა ამისა, ორივე მათგანი, როგორც შტატის ადვოკატი, ასევე რეესტრის ადვოკატი 2025 წლის ბოლოდან, უბრალოდ რეესტრის ადვოკატები ვალდებული იქნებიან საქმეები აწარმოონ სამსახურის ელექტრონულ პროგრამაში, რომელიც საშუალებას გვაძლევს სუსტად ვაკონტროლოთ კონკრეტულ საქმეზე, თუ რა მიმდინარეობა არის, რა პროცესები ხორციელდება და ანაზღაურების პროცესშიც სამსახური სწავლობს ადვოკატების მიერ, ანუ რეესტრის ადვოკატების მიერ წარმოადგენელ საქმის მასალებს, სწავლობს კონკრეტულ განხორციელებულ მოქმედებებს და ამ მოქმედებათა რაოდენობა და ჯამი, რომელთა ანაზღაურებას დამტკიცებული არის იურიდიული დახმარების საბჭოს მიერ ხორციელდება ანგარიშწორება იმის შესაბამისად, თუ რა კონკრეტულ აქტივობებს წარმოადგენს და რა კონკრეტული აქტივობები დადასტურდება როგორც შესრულებული სამსახურის შესაბამისი თანამშრომლების მიერ. უსწორად გავეცი თქვენს კითხვას პასუხი. მადლობა ბატონო დავით. ჩვენ იურიდიული დახმარების სამსახურთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ჩვენს ადამიანის უფლებათა კომიტეტსაც და მათ შორის გეგმავთ გარკვეული ხასიათის თქვენთან ერთად რა თქმა უნდა თქვენი ინიციატივით რომ გარკვეული ხასიათის ერთსულებები და აზუსტებები კონტეს მათ შორის საკანონმდებლო სივრცეში ჩარჩოში, რომელზე მუშაობასაც ჩვენ გავაგრძელებთ რა თქმა უნდა ზაფხულის თვეების განმავლობაში და შეგვიძლია რომ მე უკვე საზოგადოებას წარუდგინოთ საშემოდგომო სესიაზე, რისთვისაც მადლობას გითხრით კიდევ ერთხელ თანამშრომლობისათვის და გაწეული საქმიანობისათვის. მნიშვნელოვანია ზოგადად იურიდიული სამსახურის არსებობა და საქმიანობა ისევ და ისევ მოქალაქეებისათვის, რომ მათ კონდეს შესაძლებლობა საკუთარი უფლებები დაიცვან, მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებსაც ასეთი შესაძლებლობები მატერიალური ხასიათიდან გამომდინარე არ აქვს. სულგებო თქვა შეკითხვები მოსაზრებები თუ არ არის, დავიწყენ თუ ხომ მახსოვთ რაიმე თქვა დაწყვეტის სიტყვის სახით. თუ არა, მაშინ შეგვიძლია რომ მადლობა გადაგიხადოთ და გთხოვთ რომ დაბრძანდეთ.
შეგვიძლია გადავიდეთ კენჭისყრის პროცედურაზე. კენჭირება მესამე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე თავდებს საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად ერთიანად უყაროთ კენჭი ვინ არის მომხრე. მადლობა. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება. შემდეგი გახლავთ ატონ რადიონ თამეშვილის, ანდრია ხანაშვილის და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი თავდებს პროექტებთან ერთად მესამე მოსმენით ვინ არის მომხრე. ერთხმად იქნა მიღებული. მადლობა. შემდეგი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის საერთაშორისო დაცვის შესახებ თავდებს ცვლილებებთან ერთად მესამე მოსმენით ვინ არის მომხრე. ერთხმად იქნა. მადლობთ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების მიერ წარმოდგენილი ინიციირებული ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მოსმენით ვინ არის მომხრე. მადლობა. ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ბოლოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ წარმოდგენილი სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის დადებითად შეფასების თაობაზე ვინ არის მომხრე რომ დადებითად იქნა შეფასებული. ერთხმად დიდი მადლობა. ამით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხდომა დასრულებულია.